მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, ნახოთ აბა რა გველოდება 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით. რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს 10 ნოემბრიდან 17-ის ჩათვლით. დავამატებთ ქვებსაც ახლავე ასე. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდები თქვენს უკავშირს ლაიქების, პოსტზე რეაქციების ან კომენტარების სახით. და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლო პირველი ვარიანტიდან, ვინც ვერ მოასწრო არჩევა აპაუზებთ და ვნახოთ. პენტაკლების მეფე. პირველი ვარიანტი, პირველ რიგში თუ თქვენ ხართ მამაკაცი, ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენ აუცილებლად დაინახავთ შედეგს რაღაც თქვენს შრომაში, რაღაც კარიერულ ასპექტებში, რაღაც ფინანსურ ასპექტებში. აქ თქვენკენ მოდის რაღაც გარკვეული ფინანსური ენერგიები. რა თქმა უნდა, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ხელფასი, ზოგისთვის პასუხი კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებით ან რაღაც მსგავსი, ხო? ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში აქ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ ამ ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულ ფინანსურ სტაბილურობასა და ფინანსურ სიმყარეს. ხოლო თუ თქვენ ხართ ქალბატონი, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ ის, რომ დიახ, თქვენს აუცილებლად დაინახავთ ძალიან კარგ შედეგებს ფინანსებთან დაკავშირებით, მატერიალურ ასპექტებთან დაკავშირებით. თუ თქვენ დაუშვათ გაქვთ რაღაც თქვენი ბიზნესი ან მუშაობთ კლიენტებზე, ამ კუთხით წამოვა მეტი ფინანსური ენერგიები, თუმცა მაქსიმალურად სწორად უნდა გაანაწილოთ ისინი ყველანაირ შემთხვევაში, მაგრამ ნახეთ, თუ თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ყავს მამაკაცი, პარტნიორი ან მეუღლე, ამ შემთხვევაში თქვენს მამაკაცთან დაკავშირებით გაიგებთ რაღაც ახალ სასიამოვნო ამბავს ფინანსურ სფეროში. მაგალითად, შეიძლება რაღაც ახალი სამსახური იპოვოს ან მოულოდნელად რაღაც გარკვეული ფინანსური ენერგია შემოიტანოს, ხო, ოჯახში. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება პირველ ვარიანტს 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით. თასების მეფე და თასების რაინდი. პირველი ვარიანტი რა ხდება თქვენთან? ეს რა არის? რამდენი ადამიანი არის თქვენ ცხოვრებაში? პირველ რიგში პირველი ვარიანტი თქვენთვის ვიტყოდი იმას, რომ აქ ისე და ისე ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგანი შეიძლება გარკვეული არჩევნის წინაშე დადგეს, მაგალითად მოგიწიოთ დადგეთ ისეთი არჩევნის წინაშე, მაგალითად კარიერა თუ სიყვარული, ან ორ მამაკაცს შორის, ან ორ ქალბატონს შორის, ხო? თუმცა გავიმეორებ, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ ეხება ყველას, უმეტესობასთან პენტაკლების მეფეც და თასების მეფეც ხართ თავად თქვენ და თასების რაინდიც. აქ თქვენს რეალობაში შემოდის რაღაც ახალი შემოქმედებითი ენერგიები, რაღაც ახალი მუზა, რაღაც ახალი ინტერესები სხვათა შორის, მაგრამ უფრო მეტად რა ენერგიებიც მოდის ინტენსიურად, განსაკუთრებით ქალბატონებს ეხება ეს არის ძალიან ბევრი ყურადღება მომართული თქვენკენ. ყურადღება სასიყვარულო ასპექტით, ყურადღება რომანტიული, ყურადღება ინტერესის კუთხით. ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. აუცილებლად იგრძნობთ იმას, რომ ძალიან ლამაზი ხართ, ძალიან მშვენიერი ხართ, არ აქვს აქ მნიშვნელობა არც თქვენს ასაკს, არც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და არც არაფერს. და პლუს თქვენს რეალობაში მოდის რაღაც ფინანსური ასპექტები. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაც მოულოდნელი საჩუქარი ადამიანისგან, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ რაღაც თქვენი ბიზნესი გავიმეორებ, ან მუშაობთ კლიენტებზე ან რაღაც ასეთ სფეროში, ამ შემთხვევაში თქვენკენ მოდის რაღაც ახალი ფინანსური ენერგია და გარდა ამისა თქვენ გექნებათ მეტი мотиваცია და მეტი ეგრეთ წოდებული მუღამი იმისათვის, რომ მეტი თანხა გამოიმუშაოთ. რაღაც ახალი იდეები მოდის პლუს ამასთან ერთად. დავამატოთ კიდევ არკანები, რა ელოდება პირველ ვარიანტს. არკანი ხმლების დედოფალი და არკანი ვარსკვლავი. შეხედეთ მეგობრებო, რამდენი ფიგურული არკანი ამოვიდა. აქ ასე მარტივად უბრალოდ ვერ ავხსნიდი კვირის ენერგიებს პირველი ვარიანტისათვის, იმიტომ რომ თქვენს ირგვლივან იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი ყურადღება ადამიანებისგან, ან თქვენ თავად იქნებით ამ ენერგიების გამცემით. თქვენ თავად იქნებით ეს ენერგია მუღამისა ენერგია, შემოქმედებითი ენერგია, რაღაცის შექმნის, ხვდებით ხო? ხმლების დედოფალი მეტყოლებს იმის შესახებ, რომ აქ კონკრეტულად
კონკრეტული ადამიანებისგან შეიძლება რაღაც სიტყვები დიდად არ გესიამოვნოთ, რაღაც არც ესასიამოვნო კომენტარები წამოვიდეს თქვენკენ, მაგრამ იცით ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ იგრძნობთ ყურადღებას როგორც დადებით, ასევე ცოტათი ნეგატიურს. იგრძნობთ რაღაც გარკვეულ შურებს, ავთვალებს ადამიანებისგან და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალი ხართ თუ მამაკაცი, ისევ და ისევ მნიშვნელოვანი არის ისწავლოთ პირადი სივრცის დაცვა. სხვა დანარჩენი შეგიძლიათ მიანდოთ სამყაროს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. ფაქტობრივად წინა კვირის გაგრძელება არის ოღონდ ნაკლებად ინტენსიური და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება არკანი კოშკი, უფროსი არკანი ამოვიდა სიგნიფიკატორად. ეს არის ფუნდამენტალური ჩამოშლა თქვენში რაღაც თქვენი ძველი პროგრამებისა, ძველი სტერეოტიპებისა, ძველი შეხედულებებისა. აქ შეიძლება იყოს მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც თვალებს აგიხელთ გარკვეულ სიტუაციებზეც, მაგრამ უფრო მეტად ეს არის რაღაც შინაგანი პროცესები, როდესაც აი თქვენში იყო ჩაბეჭდილი ფუნდამენტი უფრო სწორად კონკრეტული ენერგიებისა. აი მაგალითად, თუნდაც აი პროპაგანდა როგორ მუშაობს ადამიანებზე, ხო? ჩვენს ქვეცნობიერში იბეჭდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში კონკრეტული ინფორმაციები. მაგალითად ის რომ არ ვიცი, აი რა მაგალითი მოვიყვანო ახლა ვფიქრობ. მაგალითად ის სტერეოტიპი რომ ფული არის რაღაც ცუდი, ბევრი ფული მხოლოდ ან ბევრი შრომით, ან მხოლოდ სიბოროტით მოდის, ან ის რომ ადამიანი მარტო არ უნდა იყოს, ქალი აუცილებლად უნდა გაათხოვდეს, კაცმა კი ცოლი მოიყვანოს. მოკლედ ფიქრობ თქვენ თავადაც ხვდებით, ასეთი ძალიან ბევრი პროგრამა არის, რომელიც ადამიანში ფაქტობრივად ლამის დაბადებიდან იბეჭდება და ზუსტად ასეთი რაღაც პროგრამების ჩამოშლა მოხდება თქვენში და ეს ერთის მხრივ დიდად სასიამოვნო არ იქნება ნამდვილად, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგებს მოგიტანთ. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რაც მოგიტანთ. მეორე ვარიანტი, ეს ერთი კვირა. რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? არკანი ძალა და არკანი ხმლების ცხრიანი. კონკრეტული სტრესული მდგომარეობიდან შეძლებთ გამოსვლას მიუხედავად ყველაფრისა. აქ თითქოს მეორე ვარიანტი თქვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში გქონდათ ან უძილობა, ან ზოგადად ძალიან სტრესული პერიოდი, შეიძლება რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები იყო, ან ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად, ხო, ისევ და ისევ ეს რაღაც უძილობა, რაღაც ასეთი ენერგიები, შეიძლება შფოთვები გქონდათ და ამ ენერგიებიდან შეძლებთ რომ გამოხვიდეთ. პლუს ამასთან ერთად თქვენში გამოიღვიძებს რაღაც ახალი სასიცოცხლო ენერგია, ახალი ძალა, ახალი мотивაციები, რომლებიც გამომდინარეობს აი ამ რაღაც ნეგატიური პროგრამების ჩამოშლიდან გამომდინარე. სხვათა შორის ამის წინ მე დავდე პოსტი საბლიმინალების შესახებ, ეს არის მანიფესტაციების და აფირმაციების გონებაში ჩაბეჭდვის ყველაზე მარტივი, ყველაზე კარგი და ყველაზე სწრაფი ხერხი. რა თქმა უნდა, საბლიმინალს ერთი მოსმენა აშველი, საბლიმინალს სჭირდება რეგულარული მოსმენები, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ უფრო ვრცლად და პლუს ამასთან ერთად ფინანსების მოსაზიდი საბლიმინალიც დავდე რამდენიმე დღის წინ უკვე და სულ რაღაც ერთწუთიან ვიდეოს შეუძლია რომ თქვენი ცხოვრება, თქვენი რეალობა გადაწეროს იმისკენ რომ უფრო მეტად და უფრო მარტივად მოიზიდოთ ფინანსები. როგორ მუშაობს საბლიმინალები და ასე შემდეგ ამის შესახებ წერია ყველაფერი. დაძებნეთ ჩემს გვერდზე კარგად, ვისაც გაინტერესებთ, უბრალოდ ასე სხვათა შორის გამახსენდა პროგრამებთან დაკავშირებით. ნახოთ კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს 10 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით. პენტაკლების 9-იანი, თასების 6-იანი. ფინანსების ასპექტით აქ თქვენ გელოდება ძალიან პოზიტიური და ძალიან შედეგიანი კვირა, რასაც ქვია შედეგიანი, ნაყოფიერი, სიმდიდრის შეიძლება ითქვას სიმდიდრის კვირა, რა თქმა უნდა მე იმას არ ვამბობ რომ თქვენ გახდებით მილიარდერი, მილიონერი და ასე შემდეგ, თუმცა თუ გახდებით მომწერეთ აუცილებლად. მაგრამ აქ თქვენკენ აუცილებლად წამოვა მეტი ფინანსური ენერგია სხვადასხვა მხრებიდან. აი, იცით შეიძლება ახლა დაფიქრდეთ, აი ვიქტორია რას ისულელებს ამბობ, რანაირად მოვა ჩემკენ ფინანსები. თუ ხელფასი უკვე მქონდა, ან მექნება, არ ვიცი, 10 კვირის შემდეგ და სხვა ცხოვრებაში და ასე შემდეგ. მეგობრებო, სამყარო უსაზღვრო არის და სამყაროს რესურსები უსაზღროა. ამიტომაც კი ბატონო, აქ თქვენს რეალობაში მოდის ახალი ფინანსური ზრდა, ვიღაცისთვის შეიძლება კარიერული ზრდაც იყოს, მაგრამ უფრო მეტად აქ მოდის ფინანსებით ტკბობა, ფინანსებით სიხარული, ფინანსებით სიამოვნება. და ასევე აქ მოდის ცოტა ნოსტალგიური ემოციები, რაღაც ისეთ მდგომარეობაში დაბრუნდებით, ენერგეტიკულ დონეზე, რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ თავს ძალიან კარგად გრძნობდით. და რა თქმა უნდა, რა დაგაბრუნებთ იქ? ეს შეიძლება იყოს ისე და ისე ეს რაღაც ძალიან პოზიტიური ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, მაგალითად ბავშვობის მეგობარი, ამხანაგი კლასელი, ნათესავი ოჯახის წევრი, რაღაც
ენერგია, კონკრეტული კომუნიკაცია და გაბრუნებთ რაღაც ესეთ ნოსტალგიურ, ძალიან სასიამოვნო ენერგიებში, სადაც თქვენ თავს გრძნობ დაცულად და კარგად. მოკლედ რომ ითქვას, კვირა აღსავსე იქნება პოზიტიური, მაგრამ საკმაოდ მძიმე ცვლილებებით. არ იქნება ეს ცვლილებები მარტივი, მაგრამ აუცილებლად იქნება საჭირო და აუცილებლად იქნება ძალიან პოზიტიური შედეგის მომტანი. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.